ეს მართლა გუშიც როგორ იყო ეს მოწყენილი და როგორც კი მოურწყე გუში დღეს უკვე ნახე როგორ კარგად გიждები. ხე კიდე არა მაქვს ისეთი ბაღი როგორიც სითბო არ არის ისეთი და გაზაფხული რო დგება უკვე ვიწყებ ამათ მოვლას, იმიტომ რომ უკვე მოწყენილები იყვნენ ეს ჩემო ყვავილები და შეუდგები კიდე უფრო კარგად. ვართ კარგ ემოციებში და კარგ განცდებში, რაც ეხლა არის ჩვენს თავს და ჩემს ოჯახს, რაც შეეხება. გაგვიჩნდა პატარა ნიკოლოზი, არც ძალიან ბედნიერები მოინათლა ეხლა პატარა ნიკოლოზი და ჯვარი დაიწერა ლევანიკო და ფუფა. ეს არის ჩემი ეხლა ჩვენი ბედნიერების და რაღაცა სიხარული გვაქვს ყოველ დღე. საკუთარი კარიერით არ ვიყავი მოცული სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ორი შვილი მყავდა, უკვე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და სტუდენტი ვიყავი და კი ძალიან ხელს მიწყობდნენ რომ მე მესწავლა, მაგრამ ჩემს კარიერაზე უფრო ალბათ მეორე 25 წლის მერე რაღაცა დავიწყე სიმღერაც და უფრო სერიოზულად ვფიქრი ჩემს შემოქმედებას. ეხლა უკვე გაიზარდნენ ბავშვები და მე უფრო ვიცლი ჩემი თავისთვის. ზოგი ახერხებს, როცა შვილები წყავს და ხელს უწყობენ, მე ნამდვილად მიწყობდეთ ჩემი მშობლები, მაგრამ ნანისგან გამომდინარე, ნანის თვითონ თავისი ცხოვრება ჰქონდა საგასტროლო. ბებია მყავდა ძალიან ენერგიული და არაჩვეულებრივი ქალი იყო, რომელიც ნამდვილად ხელს მიწყობდა ჩემს არა შემოქმედებითაც ხოჩერს არ ფიქრობდა რომ ახლა იმიტომ უნდა მოეარა ჩემი შვილებისთვის რომ მე საგასტროლო წავსულიყავი ან რაღაცა რომ უბრალოდ ფიზიკურად ჩემს გვერდს თითქა და მორალურადაც. წლის ხანერად აზრობ 40 წლის გეცვლება ცხოვრებასთან დამოკიდებულება, მაგრამ მშვიდად უყურებ ამას ყველაფერს, მივსდევ ცხოვრებას, როგორც გამოდის, ისე არ ეხა ძალიან ალბათ შენც უნდა რაზე ელაპარაკი რომ უნდა ეცადო რაღაცა გამოასწორო თუ არ მოგწონს. ხან ცხოვრება გიმზადებს ისეთ სიურპრიზებს რომ ვერ აცდები. ხანდახან ემოციების ყვები, ხანდახან დაუფიქრებლად რაღაცებს აკეთებ, მაგრამ რა ვიცი, ესე არ გამოდის ცხოვრება. დღემდე მოდის გულისწყეტები, მაგრამ ამ გულისწყეტებს ახლა არ უნდა გადაყვე, იმიტომ რომ მე შენ თვითონ ცუდად ხდები და ეს არ ღირს. პირად ცხოვრების გულისწყეტა შემოქმედებაში შეიძლება ძალიან გული დაგწყდეს, მაგრამ ამას მაინც ჯანმრთელად უნდა შეხედო. არავინ არ გშველის. როგორ არა, ეხა ფიზიკურად ვიღაცა დედა, მშობელი, სახლში, ოჯახი, შვილები, შველის, ნუ რას შველის, ბედნიერებაა ეს, მაგრამ მაინც შენ თავთან რჩები მარტო შენ. ბევრჯერ გადაურჩენი ვარ ჩემ თავს, მე ეკას, აი მე რაღაცები მithქვამს და ძალიან მიშველა ყველაფერი. ძალიან ბევრს არ ვფიქრობ რა. ახლა ეს რო ვიფიქრო რომ ახლა ეს არა. როგორც ხდება და აი როგორც წამიყვანს ცხოვრება, ისე მილაგდება რა. და თუ შედეგს შევხედავთ ჩემი ოჯახის შედეგებს, პრინციპში ნორმალურად მიდის რა, იმიტომ რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თეთრ ბედნიერად არიან. მე მგონი მე ვარ ნანისთვის დედა. მართლა? თორე ბებია რო გარდაიცვალა, დედჩიმი ძალიან დაუგლდა ესე, იმიტომ რომ ძალიან მიჩვეული იყო განებივრებას, ზრუნვას, მხოლოდ ნანისთვის კეთდებოდა ყველაფერი. ასე რომ
ხო და მე ეს მე ვითავე, მეც რაღაცა რატომღაც არ ვიცი, ბებიაჩემის ბევრი თვისებებს ვგრძნობ და ენერგიას რაც ქონდა მას. ვთქვა სახში რვარილის გაკეთება, სტუმრების მიღება, არ დაზარება, აი რაღაცა ეს ამბავი შევქმენი, რომ ნანი არ ყოფილიყო მარტო. ხო და რაც უფრო დრო გადის, ვგრძნობ, რომ ნანი ვჭირდები, უფრო მეტად. საგასტროლოთ რო დადის, ახლა უკვე ესმის ადვილად ვტოვებ ბავშვებსაც და მივდივარ. ნატალია რო წავა უფრო მეტად, ხო? ნანი უფრო რა ვიცი, საგასტროლოთ რომ მიდის, მარტო უკვე აიძახის, რომ მე მარტო ვერ წამოვან ეკა. და მეც დავყვები სიამოვნებით. უკმაყოფილო, ნამდვილად არა ვარ, ჩემი ბედით, ჩემი კარიერით, ჯერ არ აი ნანი მყავს აქეთ ნატალიკო ხო ორი აი ესეთი რაღაცა ესე ვარ თქვით სამი თაობა ხო ეს გამოდის და სულ გთხოვენ რომ მიგება კონცერტები იყოს აი სამივე თქვენი მონაწილეობით და არის ხოლმე ძალიან დიდი თხოვნა და ეხლა ნატალია რო წავა ალბათ ორი დავჩებით საფხულში მაგალითად მინდა რომ ღიაცის ქვეშ გავაკეთო ხონდა ძალიან პომპეზურად არა პატარა თქვათ ჯაზ ტრიოსთან ერთად ღიაცის ქვეშ ცოტა ესეთი უფრო მარტივი და არა რაღაცა ესეთი რთული სიმღერები ძველი გავაკეთოთ ახლებურად ну რაღაცა რეტრო სიმღერები გადავაკეთო და აი ესეთი ოცნებები მაქვს რომელსაც ვფიქრობ რომ განვახორციელებ ადამიანი მაშინ ბერდება მეს გონია როდესაც არ ოცნებობს და ეს რატომღაც ოცნება სხვებს გონიათ რომ ინფანტილური ხარ არა ეს ოცნება არის აი ძალიან კაი რაღაცა რაც ცხოვრების გახანგრძლივებას კი არა, უფრო ლამაზად დაინახო, უფრო გინდოდეს რაღაცა, უფრო აი ოცნება, რა ვიცი. ძალიან რთული ამის ახსნა რა არის და ვინ როგორ ოცნებობს, მაგრამ უამისოდ ის არ არის საინტერესო პიროვნება, მე ესე მგონი. საინტერესო კი არა, ნუ არ აინტერესებს იმას და არც ოცნებობს და რომანტიულიც არ არის ალბათ, რა ვიცი. მე ირკვევა რომ ვარ. მე ოცნები ადამიანი.